მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. და პირველ რიგში მინდა აი ეს ფრაზა ვთქვა, მიეცით ბავშვებს წამალი. დღეს ისევ ღამეებს ათენებენ ჯუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები და მიეცით ბავშვებს წამალი. ამაზე მნიშვნელოვანი მათ ცხოვრებაში, ვინც დღეს ხელისუფლებაში არის, არასდროს არაფერი არ მოხდება. ამაზე კარგ საქმეს ვერ გააკეთებენ. ბოდოს თავი დაანებონ და წამალი მიცემ ბავშვებს. რაც შეეხება თქვენ კითხვას, ხო, რა ვიცი, პირველ რიგში მივესალმები ლევან მაჭავარიანის სწორ პოზიციონირებას. ხო, თუ აქამდე ლანძღავდნენ ევროკავშირს სხვა მიზეზით, თუ ისინი სწორ გზაზე დაიწყებენ სიარულს და ლაპარაკს, ამ ასეთ პოზიციონირებას მხოლოდ მივესალმებ. რაც შეეხება ეხა ამ ერთგვარ რაღაცა ქალბატონ ბოჭორიშვილის და ზოგადად ქართული ოცნების ერთგვარ პოლიტიკურ შიზოფრენიას, კლასიკურ პოლიტიკურ შიზოფრენიას, როდესაც რა ვიცი, ერთი ქცევა აქვს ქვეყნის შიგნით, ანუ რაღაცა ადამიანების ეს კატეგორია და იქ ფირმაში რომ მიდის ბჭყალებში ქვეყნის გარეთ, იქ სხვანაირად იქცევა. ხო, რა ვიცი, ეს არის პოლიტიკური შიზოფრენია, ეს არის სოციალური გოიმობა ჩვეულებრივი, რომ რა თავი თუ აქვს რამისი და თავისი იმის რა ქვია პატრონის პოზიციის დაცვის თავი თუ აქვს ბოჭორიშვილს დაიცვას ბოლომდე და უთხრას რომ ისინი არიან deep state-ის წარმომადგენლები არიან და მასონები და რა ვიცი მე სოფლიო შეთქმულება გლობალური ომის პარტია და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა რომ არაფერს ამის თავი არ აქვს. ეს არის რაღაცა სრულიად ირაციონალური ქცევა ასე ხდება მაშინ, როდესაც რაღაცა ხაზი რომელსაც მიყვები არის რაღაც მონობა. კი ბატონო. ახირებული კაცისა, რომელი ახირებული კაცსაც არც არაფერი არ ესმის, ხო, ერთი ბერი კაცია, რომელსაც არც გეოპოლიტიკის არც როგორ გესმით თქვენ ქართული ოცნების ევროპული ურთიერთობების დაალაგების პოლიტიკა? ერთის მხრივ ისინი ამბობენ, რომ 2028 წელს გაწევრიანების პროცესს დავიწყებთ და მეორეს მხრივ ამბობენ, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, რომელიც ამბობს, რომ საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს დემოკრატიის გზას, ქვეყანაში ქაოსი არ უნდა დამყარდეს და ჩვენ ამაში ამ ქვეყანას უნდა დავეხმაროთ, ამას ისინი მუქარად თარგმნიან ომის მეორე ფანჯრის გახსნის მცდელობად ასაღებენ და ყიდიან და აპირებენ, უბრალოდ მოუწოდებენ ბოჭორიშვილს, რომ დაიბარონ ხერჩინსკი და გაამათრახონ საგარეო საქმეთა სამინისტროში. აქ რომელი უფრო დიდი სურვილია ქართული ოცნების? საბოლოოდ გაწყვიტონ კავშირი ევროკავშირთან თუ რეალურად აღადგინონ და კიდევ ერთი ელჩი გამოცვალონ და გამოფიტուն მორალურად, როგორც ამას წინა ელჩი ამბობდა? ხავდუნთე, სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ვულგარული და იაფფასიანი მცდელობა, რომ მიამსგავსონ ქცევა რაღაცა დაბალანსების პოლიტიკას. აი იყო საქართველოში ეპოქა, როდესაც ამას აკეთებდა ედუარდ შევარდნაძე, ამას აკეთებდა ბევრად უფრო ნიჭიერად, ამას აკეთებდა ბევრად უფრო პროფესიონალურად, იმიტომ რომ ამ კაცს ეს მოდარას აკეთებდა ხოლმე ძირითადად. რა თქმა უნდა, იქაც ძალიან ბევრი პრობლემა იყო მის ქცევაში და შევარდნაძის პოლიტიკაში, მაგრამ ამათგან განსხვავებით ის ამას ახერხებდა. ეს არის ვულგარული იმიტაცია იმისა, რასაც ქვია დაბალანსების პოლიტიკა. სინამდვილეში ვერაფერს ვერ აბალანსება, ხო? მულტივექტორულობაზე ლაპარაკობენ და ეს ვექტორები არ დაბალანსების პოლიტიკა როგორ არის მაშინ, როცა მართლა გემუქრება ირანის ელჩი, მას ერთ სიტყვასაც კი არ ეუბნები და ის ულტიმატუმს გიყენებს, უნდა მოვა, უნდა წავა, უნდა დაგემუქრება, რასაც უნდა იმას გააკეთებს. როცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების განგვესმის წარმოუდგენელი განცხადებები და რეჟიმს ერთი წინადადებითაც კი არც სუვერენიტეტი, არც დამოუკიდებლობა, არც თავმოყარეობა არ დაუცავს და პაվել ჰერჩინსკი, რომელიც საქართველოს ნათელ მომავალზე საუბრობს, მის ამ წინადადებას ისინი თარგმნიან როგორც საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობას. ეს რანაირად არის დაბალანსების პოლიტიკა? ან მცდელობა თუნდაც. ვულგარული იმიტაცია თქვა, ამიტომ ვახსენე, იმიტომ რომ სინამდვილეში არც ერთი მიმართულებით სხვაგან არაფერი არ გამოსდით, ხო? იძახიან რომ აბალანსებენ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობებს, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა არ ითარგმნება არაფერში უკანასკნელ წლებში 50-60 მილიონამდე იყო ჩინეთთან პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, რაც არაფერს არ ნიშნავს, საერთოდ ნულოვანი რიცხვია ჩათვალეთ და აგერ თავარი სამიზნე ამ სტრატეგიული ურთიერთობის ანაკლიის სპორტი უნდა ყოფილიყო და ორი წელია ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას ეს ტენდერი მოგებული აქვს, როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ და თითზე არავის არ დაუდია და ერთ-ერთი ინვესტიცია
ოფიცერ ჩაუძა ცადეს ახლო აღმოსავლეთში რაღაცა უცნაური კავშირების გაბმა ტერორისტების სატირალში სიარულით სხვა ტერორისტებთან ერთად და ამოწყდა ის ხალხი თავიდან ბოლომდე და აგერ რა ხდება ირანში რამ ხელშეცდომა დაუშვეს ხედავთ ლაპარაკობენ რუსეთთან რაღაცა ურთიერთობებზე და რუსეთთან ურთიერთობა გამოიხატება იმითი რომ რა ვიცი ფრენების უფლება მიცეს თორე არავის არ დაუხევია არც ერთ ფრონტზე არც ერთი ბატალიონი და არც ერთი ჯარისკაცი არ გაუყვანია საქართველოს ტერიტორიიდან ერთადერთი რაც ეს ყველაფერი გამოიხატება ეს არის რაღაც ავადმყოფური კოფაკი ძაღლის ყეფა გაუთავებელი ჩვენი მეგობრების წინააღმდეგ ანაკლის სპორტთან დაკავშირებით მოდით გავაგრძელოთ თქვენ დღეს სპეციალური ბრიფინგი გქონდათ მარიამ ქრევიშვილის მოადგილემ ეკონომიკის ეგრეთ წოდებული მინისტრის მოადგილემ იოსელიანმა თქვა რომ ანაკლის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია და პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადადის თქვენი პოლიტიკური გაერთიანება ანაკლიაში იყო სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ იქიდან ვნახეთ თქვენი ერთობლივი განცხადება შესთავაზეთ კიდეც ხელისუფლებას რომ ტრამპის სახელი დარქმეოდა ამ პორტს იყო თუ არა რაიმე ტიპის გამოხმაურება და რატომ გქონდათ ბრიფინგი ამაზე დღეს დამწყები აფერისტია ქალბატონი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ოღონდ დამწყები ყველაფერს შეეთყობა, იმიტომ რომ არ ვიცი ხა კოლოსალური სამუშაოები, 3 მუშის სიარულს და 1 მანქანის სიარულს 6 ოთახიან ბინას რო აკეთებ ხოლმე კოლოსალური და ინტენსიური მუშაობა, მაშინ არ ქვია, რა ვიცი, ინტენსიური მუშაობა 3 მუშას 3 ოთახიან ბინაშიც ვერ გაარემონტებს ინტენსიური. ანუ რას ამბობთ, 3 მუშა დადიოდა ტერიტორიაზე, თუ რისით გმახსოვთ? იქ დადიოდა 3 მუშა, იქ დადიოდა ჩვენ საკმაოდ დიდ დრო გავატარეთ შემდეგ ვიარეთ ბევრი ანაკლიაში უკმაყოფილო მოსახლეობასთან მათ ბევრ პრობლემაზე მოვისმინეთ დაწყებული სოფლის მეურნეობის თხილის სუბსიდიების შეწყვეტა დამთავრებული იმ პრობლემებთან რასაც ხედავენ ანაკლიელები ყველაზე კარგად ხედავენ იმ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას რაც ანაკლის სპორტის არაშენებით იქ არის და მათ ყველაზე კარგად იციან და ჩვენ თვალით დავინახეთ ახლა საკუთარ თვალებს ხوار გვაქვს 3 ჟილეთ ჩაცმული სავარაუდოდ დაცვის ბიჭები იყვნენ რომელსაც უცებ გადააცვეს და ერთი მანქანა დადიოდა მეტი არაფერი არ ხდება საერთოდ არაფერი ნულოვან წერტილში არის გაყერული თითზე არ არის დატებული იმის შემდეგ რაც საერთაშორისო მაღალი კვალიფიციური მაღალი ნდობის ინსტიტუციები ფინანსური გააგდეს იქიდან ანაკლის კონსორციუმში გაერთიანებული მას შემდეგ თითზე არ არის დადებული და ხალხურ მინისტრის მოადგილე აი ესე უტიფრად იტყუება და იძახის რომ იქ რაღაც ინტენსიური სამუშაოები და თურმე რაღაც ტალღმჭრელი ისქნეს რა ქვია დააყენეს ეს არის აბსოლუტური ტყუილი ის გორად გას ისევ იქ ქვიშის რომელიც ამოტუმბა ანაკლის კონსორციუმმა პორტის გასაღრმავებლად და უბრალოდ ის პორტი ახლა დროთა განმავლობაში ბევრი წლები გადის და ისევ ივსება და ისევ იმის გაღრმავებაზე არის ლაპარაკი თორე იქ სამუშაოები დასრულებული იყო არაფერი არ მომხდარა სამაგეროდ გეტყვით რა ხდება ერთ დროს სიმბოლო ანაკლის განვითარებისა მაგალითად ოქროს საწმისი ცნობილი სასტუმრო იყო ლპება აი ჩვეულებრივი ლპება მთელი შენობა დიდი 100 ნომრიანი სასტუმრო ინფრასტრუქტურა ესე დღეში არის ხიდი აპრილია ანაკლის ინფრასტრუქტურა კატასტროფულ ვითარებაში არის გეგონებათ რომ მოჩვენებები დაეპატრონენ თელ ანაკლიას ისეთი ვითარება არის და ამას კოლოსალური და ინტენსიური სამუშაოები უწოდო ან გიჭირს რაღაცა სერიოზულად და აღქმის პრობლემა გაქვს ან აფერისტი ხარ იტყუები და ქალბატონ მინისტრი ამ შემთხვევაში იტყუება იმიტომ რომ მინისტრის მოადგილე იმიტომ რომ არ მგონია რომ ამ დონეზე აღქმის უნარის პრობლემა გქონდეს ვინმეს ის იტყუება იქ რამე ხდება ეხლა ამას რო გავუცდეთ ამ რაღაცა ისა რა ქვია სამუშაოების ნაწილს ხო 2 წელია არსებობს კომპანია ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო კომპანია CCCC რომელიც არის გამარჯვებული თურმე ამ ტენდერში და ის არაფერს არ აკეთებს კიდევ მეცაც გეტყვით ჩინეთი აბსოლუტურად ყველა ინფრასტრუქტურული პროექტიდან გადის ამ ქვეყნიდან ჩინური კომპანიები იცით რატო გადიან ნუ ჩინური კომპანიები ამბობენ რომ სანამ მილიარდის ფული ჰქონდა და სანამ ევროკავშირი და დასავლური თანამეგობრობა და ცივილიზებული სამყარო აქ ფულს ასხავდა იმისთვის რომ გზა გაყვანილი იყო და შუადერეფნის ფუნქცია საქართველოს შეესრულებინა მაშინ ისინი სამუშაოებს ასრულებდნენ იაფად უბრალოდ ევროპული კომპანიებისა მაგრამ ეხლა არავის არ უნდა იქ სამუშაოებს შესრულებდეს რომ არავინ აღარ აკეთებს და ჩინეთი არაპირებს იქ ფულის ჩასხმას თავისით ჩინეთი ევროკავშირის ფულით აკეთებდა საგამ გზას დღეს რო აქეთ იგი დარბიან თავისი რაღაცა ფეშენებელური ჯიპებით რომელშიც უკანასკნელი 3 თვის მანძილზე 32 მილიონი დახარჯეს ავტოპარკის განახლებაში და ბავშვებისთვის 30 მილიონი არა უწამალი რო უყიდონ აი ეს ხალხი ყველას თუ ეს მოდეს ეს არის ევროპული ფული ეს არის ამერიკული ფული და არა ჩინური ამიტომ აქედანაც გადიან ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების
რა ვიცი, მთელი კასკადი, კატასტროფული, ტრაგიკული. ეს გოგო ამ შემთხვევაში ქალბატონ მინისტრის მოადგილე უბრალოდ იტყუება. შეხედეთ რა გქონდა ქალბატონ თეა საერთაშორისო აუდიტორიის და საერთაშორისო ამბებში ძალიან მნიშვნელოვნად ჟღერს, იცით რომ ბევრჯერ გაჟღერდა უკვე შუა დერეფანში ანაკლიის სპორტის მნიშვნელობა, ეს მარტო ჩვენ არ გავკეთებთ, ჩვენც იქ ჩავედით და მოსახლეობას ველაპარაკეთ და საზოგადოებას ვაჩვენეთ რეალურად რა ხდებოდა და ეხლა მივხვდით პანიკაში ჩავარდნენ და რაღაცა ქონდათ საფასუხო და გამოიყვანეს ეს ახალგაზრდა გოგო და მოატყუებინეს თორე რა ვიცი გამოსულიყო თვითონ მინისტრი აიღო პასუხისმგებლობა ამ ტყუილზე მაგრამ არ აიღო და შეაწმინდა ხელი თავის მოადგილეს და ეს ტყუილი არ თქმევინა და შემდგომში არაფერი არ ხდება და არაფერი არ ხდება იმიტომ რომ გააჩერეს ეს ინვესტიცია გაყიდეს ეს მშენებლობა რუსული ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ ანაკლის სპორტი არის ერთადერთი შანსი რომ საქართველოს ერთ თაობაში ნახოს ნახტომი ეკონომიკური იმიტომ რომ ერთი პორტი ამას აკეთებს იმიტომ რომ ეს პორტი არის მე საწინდა იმისა რომ შუათაშორის ანაკლის თავის დროზე ლაზიკა დაარქვა მიხეილ სააკაშვილმა ამ მანამდე ანაკლი ერქვა ისე ქალბატონო არ უპასუხებ ბატონ მიხეილს მაგრამ ანაკლი ერთდროზე მაგრამ არავინ არ დაიბრალოს 86 წლიდან ეს პროექტი ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს ეპოქიდან ანაკლის ტერიტორიაზე ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არსებობს არავის არ ვედავებით არავის არ ვართმევთ არაფერს რაღაცა იდეებს მაგრამ ხო ეს იდეა არსებობდა მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის დამსახურებაც იყო ლაზიკის იდეის გაცოცხლება სტრატეგიულად სწორი და შემდეგ ყველაზე ახლოს ამ პროექტის განხორციელებასთან იყო ანაკლის კონსორციუმი რომელიც პირდაპირ ივანიშვილის და რუსული ინტერესების დაკმაყოფილებით შეაჩერეს. ხო და დღეს არსებული ხელისუფლება დღენია და გამტკიცებდა რომ ეს სააკაშვილის ახირებაა და არანაირი პერსპექტივა იქ პორტს არ აქვსო ბიზნეს თემით მინდა გავაგრძელო ოცნების ახალი ეგრეთ წოდებული კანონ პროექტია რომელიც ბიზნეს საჯარო საქმიანობას უკრძალავს. ეკონომისტები დაშინების და გაჩუმების მცდელობად აფასებენ ამ კანონ პროექტს და მაგალითად ეკონომისტ ნიკოლო ზალავიძის შეფასებით აღნიშნული რეგულაცია მიზნად ისახავს ბიზნესის წარმომადგენლების და აქტიური მოქალაქეების შეკავებას და მათ საჯარო სივრცეებში ჩართულობის შემცირებას ბიზნესმენ რესან ქიქავას მოსაზრებაც მოვისმინეთ და სხვა ბიზნესმენების აზრისვით რა საფრთხეს ხედავს ბიზნესში ახლა ქართული ოცნება რომ ახალი კანონ პროექტებით აპირებს მის შეზღუდვას და აქვე უნდა გავიხსენოთ ის ფასების კომისიაც რომელიც შექმნა დიდი ხელფასები გადაუხადა კომისიის წევრებს ისედაც მილიონერებს და საბოლოო ჯამში მივიღეთ ფასების გაზრდა და არა შემცირება. ქალბატონ თეა ეს კანონი არის ეს ვაჭროს ეს მუხლები შევიდა იმ პაკეტში ცვლილებების რომელმაც დამატებით გაამკაცრა რამოდენიმე ცოტა ხნის მე მგონი ერთი თვეც არის გასული 20-ს გაამკაცრეს გრანტების შესახებ კანონი აი ამაში ამ პაკეტში შეაპარეს უბრალოდ გუშინ და გუშინწინ წამოიძე ეს პოლემიკა იმიტომ რომ კონკრეტულმა დიდი ბიზნესის წარმომადგენლებმა არ მინდა სახელმწიფო დავასახელოთ მათ გონიათ რომ ხელისუფლებასთან სიახლოვე არის ერთადერთი ბიზნესის კეთების გზა არ ვამტყუნებ ამაში რომ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ყოველთვის ესე იყო, მაგრამ აბსოლუტურად მათთვის საშიში განცხადებები გააკეთეს, რომ თურმე რასაც უნდათ ისე მაინც ლაპარაკობენ და პოლიტიკა მათი საქმე არ არის და არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ბოდიშ ვიხდი, ტარიფებს რო დაუწესებენ, გადასახადებს რო გაუზდიან, მათ წინააღმდეგ რო მოქმედებს 24-დან, ყველაფერში მათი ფულით რო ცდილობს და მათგან ფულის ამოღებით, აი ეს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლება რაღაც გაკეთება, მათ მიადგებენ, მე ეტყვა რომ შენ არ აქვს პოლიტიკური განცხადების გაკეთების უფლება, ან რა ვიცი, ეხლა რომ მელაპარაკები რომ მე ტარიფი არ გაგიზარდო, ეგ პოლიტიკური განცხადება და დაგიჭერ მაგის გამო და დაგაჯარიმე. ჩვენ ლელო ძლიერ საქართველოში ეს ძალიან ღრმად გვაქვს გათავისებული. შეიძლება ეს უმადური საქმე იყოს, იმიტომ რომ დღეს დიდი ბიზნესი ასე ხედავს ბიზნეს კეთების ლოგიკას, რომ ხელისუფლებასთან რაც უფრო ახლოს და რაც უფრო დაბლა გაწვება, მით უფრო უკეთესია მისთვის, მაგრამ ბიზნესის ინტერესებს ხელისუფლება არასდროს არ დაიცავს. მის უმეტეს ჯიბგირი ხელისუფლება. ჩვენ მათი ინტერესების დაცვას ვაპირებთ ბოლომდე. და მათი ინტერესებია რომ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა, იმიტომ რომ ვიღაცა ბიზნესს აწარმოებს, არავის არ აქვს ამის უფლება. კონსტიტუციურ უფლებას ვერავის ვერ შეუზღუდავ, იმიტომ რომ ის იურიდიული პირია, იმ მეწარმეა ან რაღაცა შპსს-ში წირია. ეს არის პირდაპირ დაშინება. პირდაპირ თქვა რომ თქვენ არაფერს არ წარმოადგენთ და ხმას ამოიღებთ და დაგაჭერთ წიხლს. როგორც ეს ობხს-ის ოპერაცია ჩაატარეს, როგორც თქვენ ახსენეთ, ფინანსური იმასთან, რა ქვია, ფასების კომისიასთან და სუსტი შეუშვეს იმეებში, სადისტრიბუციო კომპანიებში. რა გამოვიდა?
გამოდონთია, კი ბატონო, რა გამოვიდა? ფასების კომისია დაასრულებს მუშაობას იმით, რომ საწვავი ლარით არის გაზრდილი 30% დენის განსახადით და აბსოლუტურად ყველა სასურსათო პროდუქტზე, მათ შორის კვერცხზეც, რომელსაც ისინი ძალიან აქტიურად დაპირებენ, ყველაფერზე ფასი გაიზარდა. ამიტომ გამოსავალი არის ამ ხალხის მოშორება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით. სხვა გამოსავალი არ არსებობს, იმიტომ რომ ესენი გადაიქცნენ ჩვეულებრივ კანიბალებად, რომელიც თავის მინისტრებს და ყველასთან მივლენ.